მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დაიწყო სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად და ჩამოვედი გურიაში, კიდევ ერთხელ ჩამოვედი რათა გაგაცნოთ ძველი ტრადიციული ჩვენი ქართული ადათ-წესები და დღეს განსაკუთრებულ ადამიანებს შევხვდები. როცა მე გავიგე სიტყვა ბაზიერი, გამიკვირდა. სხვათა შორის ბევრმა არ იცის რას ნიშნავს. გურიაში ვარ, ჩოხატაურში, გურიის ერისთავის ტერიტორიაზე და სასახლესაც გაჩვენებთ. ძალიან საინტერესო ამბები გელოდებათ წინ. მოკლედ, ბატონო ზაუ, დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მე ვარ ბედნიერი, რომ აი აქ მოვედი ამ საოცარ ადგილას. მოდით ზუსტად რო გითხრათ, სად ვართ და რა პერიოდია ეს? ჩვენ ვართ ახლა გურიაში, სოფელ გორაბერეჟულში, გურიის ერისთავების რეზიდენცია. დაუგვირდით, გურიის ერისთავების და არა გურულ ერისთავების. ეს რეზიდენცია დაახლოებით 3 საუკუნეს ითვლის. მე-17 საუკუნიდან იწყება აქ ეს ისტორია. ეს ერისთავობა იყო წოდება. ერისთავი გვარი არ იყო. ესენი იყო შარვაშიძეები, გადმოსულები იყვნენ აფხაზეთიდან, აფხაზეთის მთავრები იყვნენ, სხვათა შორის და ძალიან ძლიერი შტოდა. თვითონ ეს შარვაშიძეების წარმოშობა იყო შირვანიდან. ეს ტერიტორია უკვე მე-17 საუკუნეში იწყება ამის გაშენება. აქ არც ერთი მცენარე და არც ერთი ხე არ იყო. ამ ადგილს ცხენის ზუზუს ეძახდნენ. არაფერი არ იყო. ერთი მუხა ედგა აგერ შუაში. მეტი არაფერი არ ედგა, ისიც მე-7 საუკუნის. დანარჩენი მიწა თვითონ არ ვარგა და ამას თხრიდნენ ხელოვნურად. ორმოებს იღებდნენ და ლამი და ის მოქონდნენ დინარიდან და ასია დარგული მცენარეები. აქ სულ ეგზოტური მცენარეებია: იაპონური მარწყვი, კამფეტის ხე, ფანქრის ხე, გიგანტური სეკვოია და რავით 170-მდე ეგზოტებია. და ახლა ეს სეკვოია 120 მეტროს იზრდება და სიგანეში 14 მეტრს. მე აქ უკვე ჩავატარე რიტუალები ხესთან. ჩაბარა. სეკვოიას თუ შემოეგია თავარი და ყველაზე მაგარი და დანარჩენი ეგზოტები. თქვენ ეხუტებით ხოლმე? მე ერთხელ შევეხუტე და მას მერე კარგად ვარ და ერთი არ დამჭირებია. ერთხელ. ახლა რაც შეეხება ეს ციხესიმაგრე, უკვე მე-17 საუკუნის დასაწყისში იწყება მშენებლობა. ლეგენდის მიხედვით, აქ მდინარე 2 კილომეტრზეა და ხალხი ასე ცეპად იდგავით და ქვებს გადაცემდნენ ერთი მეორეს ასე გადაცემდნენ და ისე აგებდნენ. ისე ამოქონდათ ქვები და ციხე ტიპიური ქართული ციხეა. ეს იყო მარბიელი თურქისგან, ერთმანეთში შინაომებისგან თავდასაცავად ეს ციხე-დარბაზი, შემოკრავდნენ ზარს, შემოდიოდა მთელი სოფელი შიგ და იმას რა ქვია, გარკვეული ხანი, სანამ ეს ალყა არ მოიხსნებოდა, შით იყო. შით სხვათა შორის იყო ჭა. ამ ჭიდან გვირაბი იყო ქვეშ, გადიოდნენ და მდინარიდან წყალი რამე დაჭრდებოდა. ეხლაც არის ის გვირაბი? ეხლა ის ჭა რატომღაც ამოავსეს გარკვეული წლების წინ და მე გურიაში მყავს ბევრი ნათესავი და ბავშვობაში ვარ აქ ნამყოფი. ესე არ ყოფილა ეს. ესე არ იყო რა თქმა უნდა. ახლა შემდგომ ეს შეაკეთა ქართულ ფონდმა. სხვათა შორის ძალიან კარგად გააკეთეს და დროზე უშველეს. და ეს რასაც ხედავთ, აქ ბილიკებია დაგებული თუ რა, ესაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ გაკეთებული და ახლაც მიმდინარეობს კიდევ პროექტი ის რო ირგვება ის დაფნები. ახლა ამაზი ნამდვილად არის და ყველა აქ თოვანებულია, ვინც აქ მოდის. მე ვიცი, რომ ამ სასახლეში არის ჯადოსნური სარკე, ძველი სარკე. ოცნებების სარკე. კარგად გსწოდნია. მაგას ბედნიერების სარკეს ბედნიერების სარკე. ჩაიხედავ და გასათხოვარი თუ ხარ, გათხოვდები ცოლმოსაყვანი თუ ხარ, ცოლს მეყვან თუ არა და თუ ხარ აი ყველაფერი, მაშინ აი სიმდიდრე და რა ვიცი ყველაფერი კარგად გექნება. ბატონოგია სპეციალურად თქვენთვის ანსამბლი უდაბნო ოქრო გოგობიჭები მობზანდნენ აქ ხელმძღვანელი ბაჩო სიხარულიძე ძალიან კარგი ადამიანი და არის კარგი ანსამბლი და წარმატებები აქვს და რა წარმატებები კიდევ უსურვოთ ბევრი და ბევრი
მოგესალმებით ბავშვებო, ძალიან დიდი მადლობა ხელმძღვანელს და მე მიხარია რომ ჩემი მაყურებელი ახლა დატკბება. ეს სიმღერა არის დილა არის სალაჟვარდი, სხვათა შორის საქართველოს რადიო ყოველთვის ამით იწყებდა დილას, რაც არ უნდა დაძინებული ყოფილიყო, გაგაღვიძებდა, შრომის და მოგამზადებდა და თბილად დადგებოდი და წახვიდოდი ან ხანაში ან სადმე და ასე ხდებოდა მაშინ და ეს იყო ძალიან შესანიშნავი სიმღერა. ძალიან კარგი, ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია და აბა მე მგონი გამოვფხიზლდებით, ხო? რა თქმა უნდა, გამოვფხიზლდებით და გამოვფხიზლებული შევალთ მერე იქეთ და იქ იმინოებთან გავილაპარაკებთ, ნახავთ, შევხედავთ რა, როგორ პატარა ისტორიებს მოყვებით და ასე შემდეგ. სალაჟვარდი, ღერიან გურულები.